ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისგან კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოსახულება მივიღეთ. ამჯერად მან აფეთქებული ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი გადაიღო, რომელიც კასიოპეა A-ის სახელითაა ცნობილი. ის ჩვენგან თითქმის 11,000 სინათლის წლითაა დაშორებული და ასტრონომების მიერ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მსგავსი ობიექტია. მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ ის სხვადასხვა სპექტრში აღბეჭდა. ვების ახლო ინფრაწითელმა კამერამ კასიოპეა A-ის შემადგენელი მატერიის შრეები დააფიქსირა, რომლებიც აირთან ურთიერთქმედებისას გარემოში ვრცელდება. საინტერესოა, რომ უკანასკნელ სურათში არ ჩანს აქამდე უცნობი ის სტრუქტურები, რომლებიც შუა ინფრაწითელმა კამერამ აპრილში გადაიღო. ამის მიზეზის დადგენას მეცნიერები ცდილობენ. კერძოდ, მან ობიექტის შიდა ნაწილში არსებული მომწვანო შეფერილობის წარმონაქმნი აღბეჭდა, რომელსაც მწვანე ურჩხული უწოდეს. ახალ გამოსახულებაში მისი მხოლოდ ძალიან მკრთალი კვალი შეიმჩნევა, რაც ასტრონომების ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს. უკანასკნელ ფოტოზე ვხედავთ მტვრის ნაკადებსაც, რომლებიც ახალი ვარსკვლავებისა და პლანეტების წარმოსაქმნელად საჭირო მატერიას ქმნის. კადრში მოხვედრილი ზოგიერთი ძაფისებრი სტრუქტურა, იგივე ფილამენტი, 16 მილიარდ კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული. ეს კასიოპეა A-ის გასაოცარ მასშტაბებზე მიანიშნებს, რომელიც 10 სინათლის წელს უტოლდება. მზის შესასწავლად გაგზავნილმა პირველმა ინდურმა ზონდმა ადიტია L1-მა ჩვენი ვარსკვლავის სადებიუტო სურათები გადაიღო და დედამიწაზე გამოაგზავნა. კადრები სუიტის სახელით ცნობილმა ულტრაისფერმა კამერამ აღბეჭდა და მათზე მნათობის ზედაპირის მახასიათებლებს ვხედავთ, როგორიც მაგალითად უზარმაზარი ლაქებია. ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციის განცხადებით, ეს სამეცნიერო ხელსაწყო 20 ნოემბერს გააქტიურეს. ამ საქმეში ქვეყნის მასშტაბით არსებული რამდენიმე ინსტიტუტია ჩართული. მათი ძალისხმევით ადიტია L1-მა მზის მთლიანი დისკო ახლო ულტრაისფერ ტალღურ სპექტრში დააფიქსირა. ჩვენი სისტემის ცენტრალური ვარსკვლავი პლაზმის სფეროა, რომელსაც მყარი კლდოვანი საფარველი არ გააჩნია, როგორც დედამიწას. შესაბამისად, მის ზედაპირად წყალბადისა და ჰელიუმისგან შემდგარ შრეს მოიხსენიებენ, რომელსაც ფოტოსფერო ეწოდება. ის დაახლოებით 100 კილომეტრის სისქისაა და მზის ლაქებს მოიცავს, საიდანაც ამოფრქვევები ხდება ხოლმე. სწორედ იქედან წამოსული ნაკადები წარმოქმნის გეომაგნიტურ შტორმებსა და პოლარულ ციალს დედამიწაზე, ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებისას. ამგვარი ლაქები, რომელთა ზომაც პლანეტებისას უტოლდება ხოლმე, ადიტია L1-ის ობიექტივშიც მოხვდა. კერძოდ, მან 4 მათგანი გადაიღო, რომლებიც მნათობის ეკვატორის მიმდებარედაა განლაგებული. ასევე გამოსახულებებზე ქრომოსფეროში არსებულ აქტიურ რეგიონსაც ვხედავთ, რომელიც განსაკუთრებულად ცხელია და სიკაშკაშით გამოირჩევა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.